იროსტანამ აქ შეკითხვა. ეხლა თქვენ თვითონ თქვით, რომ ნომერ პირველი პრობლემა იყო ეკონომიკური სითხუშირი. 9 წლის განმავლობაში ამ ეკონომიკური სითხუშირის გამოსწორება არ შეიძლება და ეს ერთი. და მეორე მე გთხოვთ დამისახელოთ ის ორგანიზაციები, საფინანსო იქნებათ ბიზნეს ორგანიზაციები, რომელთაც ინვესტიციები გაიტანა საქართველოსთან. რა თქმა უნდა, ეკონომიკური სიძულჭირე გასული 9 წლის განმავლობაში იყო პრობლემატური, მაგრამ მეორეს მხრივ უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნები და ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი ორგანიზაციის დასკვნები. მე გეკითხებით, ხალხის ცხოვრება ეს როგორ აისახებოდა ეს? ეკონომიკის ზრდა გვქონდა, ეს ეკონომიკის უზარმაზარი 90%, მაგრამ ხალხის ცხოვრებაზე როგორ აისახებოდა? ხალხის ცხოვრებაზე ყველაფრის ერთად ასახვა არ ხდება. 9 წლის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ ისეთი გარემო, რომელიც საშუალებას იძლეოდა იმისთვის, რომ ეს ეკონომიკური ზრდა გაგრძელებულიყო. რა თქმა უნდა, გარდამავალმა პერიოდმა რამდენი წელი იყო გარდამავალი პერიოდი? კარგით, გარდამავალი პერიოდი შეიქმნა. ჩემო კარგოდ, არ შეიძლება. ძალიან დიდი ბოდიში ბაჭი ერთი წუთით გადაცვალე შეზე უფროსი ვარ და მომისმინე. ესეთ ეტყობა თქვენ გირიგებენ ერთნაირ სამახსოვროებს უყურებთ. არაფერს არ მივიღეთ. აბა რა არის ერთ და იგივე ტექსტს როგორი მეორებთ ხალხმა სულ ყველანი ამ თავრობას რაც უბედურება ჭირს. გინდა საკადრო პოლიტიკაში, გინდა სტრატეგიის არქონაში, ეკონომიკა როგორ უნდა წაიყვანოს, გინდა უამრავ სხვა რამეში, მაგას როგორ დავმალავ და როგორ ვიტყვირო, ეს ასე არ არის მეთქი. მაგრამ ხო არ შეიძლება ესე ლაპარაკი, არა? 9 წლის განმავლობაში როგორიც იყო ჩავარდნილი ეკონომიკის მდგომარეობა, ინფრასტრუქტურის განვითარების გარეშე, დანარჩენი მდგომარეობა, სად მიდიოდა ეს ფული არ ვიცი, როგორც რიგებში იდგა, ჩემი უამრავი ნაცნობი. ზოგი ციხის კარებთან იდგა რიგებში, რომ თვითონ ბიზნესმენები ციხეში რო ჩაღარეს და ზოგი კიდე იმის რიგში იდგა, რომ ფული ჩაებარებინა არარსებულ ანგარიშებს, ისეთ როგორიც შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარების ფონდი. არ გინდათ ეს ლაპარაკი თქვით რომ ობიექტურად რომ კი ჩამოთო მე გთხოვეთ თქვენ აი თქვენ ხო თქვით არა ინვესტორები გარბიან გეკითხებით დამისახელეთ კონკრეტული ინვესტორები რომლებიც აქედან წავიდნენ ძალიან ბევრი დამისახელეთ ხო თქვით ძალიან ბევრი ბატონ მამუკა ეს თავრობა არის საშინელი რომელიც დღეს არ დაუშვათ მაგრამ მე გეუბნები დამისახელეთ კონკრეტულად ძალიან მარტივი პროცესი ბატონ მამუკა თუნდაც ესეთი ადამიანები მოიძებნებიან ჩვენ წრეში ჩვენ სამეგობრო წრეში კონკრეტული მეგობრები მყავს რომლებიც აპირებდნენ რაღაცა ინვესტიციების შემოტანას და მარტივ ბიზნესის დაწყებას მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უკაცრავად ინვესტორები გადიანოთ თქვენ ეს სტატისტიკა თქვენ შეგიძლიათ გამოიწვიოთ და მეკითხებით ხო თქვენ ამბობთ მე ხო არ მომიტანე ხო ამბობ უკაცრავად ეხა ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ ის რომ ეკონომიკური ზრდა გქონდა და ეს შეფერხდა ამას თითოეულ ხელისუფლებაც აღიარებს 90%-ით ქონდა ეკონომიკური ზრდა ჩემო კარგო 110%-ით მე გეკითხებით ვინ გაიტანა ინვესტიციები ამ ინფორმაციის გადამოწმება და მოძიება შეიძლება ძალიან მარტივად ეხა მართალი ბრძანდებით იმაზე რომ მართალი ბრძანდებით მაგრამ მაინტერესებს მე ვარ ობივატელი უცოდინარი მაინტერესებს ვინ გაიტანა ინვესტიცია იქნება დავეწიო გზაში და დავაბრუნებინა უკან. ეს შეგიძლიათ რომ გადაამოწმოთ ძალიან მარტივად ეს არის საჯარო ინფორმაცია ძალიან ბევრ შემთხვევაში და ამას მოწმობს კიდე ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში რომელსაც ავტორიტეტი აქვს არა მხოლოდ საქართველოში არამედ საერთაშორისო მასშტაბში. თქვენ თქვით ეხლა ამ წუთში და კეკითხებით და მიპასუხეთ ერთი ძალიან მარტივია ძალიან მარტივია უამრავი ბოდიში უკაცრავად მართალი ბრძანდები. უკაცრავად მე როგორც ხვდები, კითხვა იყო წამოსული მაყურებლისგან და ამაში სადავ არაფერი არ არის, რომ ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. ყველამ თავისი მიზეზი შემოგთავაზა, რა შეიძლება ყოფილიყო ესეთი. ძალიან დიდი ბოდიში გასაგებია. ხოთია შეგიძლიათ დასვათ და მიიღოთ ამაზე პასუხი. ბატონო მამუკა, გასაგებია არის. პირველ რიგში. თუ მე მეკითხები. ბატონო მამუკა, მე კი არ ვარ პასუხისმგებელი. პასუხისმგებელი არის მთავრობა იმისთვის, რომ შექმნას გარემო, რომ ეკონომიკა კიდევ გაიზარდოს. ძალიან დიდი ბოდიში. თქვენ რასაც ამბობთ იმაზე პასუხისმგებელი თქვენ ახართ ჩემო კარგო. ეს არ მოგატყუოთ არა. რა ეკონომიკა ადიზრდება პასუხისმგებელი მე ვარ ამაზე ძალიან დიდი ბოდიში რა რატო ვინ მეკითხარით ეგა თქვენ რასაც ამბობთ მე რასაც ვამბობ სრული პასუხისმგებელი იმას ცხადია ბატონო მამუკა მე მაქვს ჩემი შეხედულებები ამასთან დაკავშირებით გასაგებია ბატონო რაინაზე ლაპარაკობ მე მაყურებელს მიმართ ქართულად ვთქვი რომ დამისახელეთ ერთი ინვესტორი ვინც გაიტანა უამრავი ინვესტორი არსებობს რომელიც წავიდა ამაში ის გამო რომ ეს ვიდეო რა ესენი არიან ჩემ სამეგობრო წრეშიც ესენი არიან ისეთი ადამიანები რომლებიც
ვიცი რომ ნამდვილად იგრძნეს გარდამავალი პერიოდში გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებული საფრთხეები. გავიგე ხო. ცხადია, შეექმნათ ისეთი ვითარება, როდესაც აღარ იქნეს თავი უსაფრთხო. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თქვენ ამას ვერ უარყოფთ. არ უარყოფ, მე რას ვაუყო, პირიქით გეუბნებით რომ ეს თქვენებობთ გაიზარდა და მე გეუბნებით რომ 10 ჯერ გაიზარდა მეთქი. მეტი რა ვქნა? შეგიძლიათ რა თქვა. შეგიძლიათ რა. და ვამბობ, თქვენ დროს გაიზარდა არჩევ. თქვენ პროფესორი წინა ხელისუფლების წავიღე ჩემი სიტყვები, წინა ხელისუფლების დროს. დღეს შაშინელი ვარდნა 500%-ია. ბატონ მამუკა. ბატონ ვახტანგს უნდა რაღაც რეპლიკა და მე მეც. არა, მე უბრალოდ მიმართავ ტელემაყურებელს იმ კითხვაზე, რომელიც დაისვა ეკონომიკური მართულებით. ახლა მე მინდა გავხსენო, ვინ აკიდა ქვეყანას 14 მილიარდი დოლარიანი ვალი, საგარეო ვალი და ბუნებრივია რომ კრედიტების აღებით და ანუ ვალების აღება ასევე გარკვეულწილად როცა ის ფიქსირდება, ერთგვარი მექანიკური, ასე ვთქვათ, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს დის. ეს ვალზეა საუბარი და მე 14 მილიარდი ხო იმ მომენტში და დღეს გვაქვს 14 რომელსაც დღეს იწყება ამ ვალის მომსახურება. დაახლოებით 500 მილიონი დოლარი მიდის იმ ვალების გადახდაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ აიღო. იცით რა, მე მიმაჩნია რომ ასე ზედაპირულად შეფასება ეკონომიკური მდგომარეობისა თუ არ გაითვალისწინებ უფრო ღრმა პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს, არ შეიძლება. გარდა ამისა არსებობს ასეთი მოსაზრება და მე ძალიან გამოცდილი ეკონომისტებიდან მომისმენია ეს მოსაზრება, რომ ის ინვესტიცია, რომელიც შემოდიოდა საქართველოში, ძირითადად იყო ის ფული, რომელიც საქართველოდან გადიოდა, თეთრდებოდა და მე ასე ვთქვათ, ქართველების მიერ ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული, ასე ვთქვათ, კომპანიების მიერ შემოდიოდა და ემსახურებოდა იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ფულს ქვეყანას პარავდნენ. ერთადერთი დავამატებ რა, არ მინდა რომ მაყურებელმა იფიქროს, რომ მე კმაყოფილი ვარ იმ მდგომარეობაზე, რა დღეს არის. რასაკვირველი ეკონომიკური მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. რასაკვირად უნდა ამას ლაპარაკი, სოციალურ ეკონომიკურს მე ვიტყოდი, სოციალური მდგომარეობა მოსახლეობის არის რთული. ზოგ სიტუაციაში განსაკუთრებით ლარის ვარდნასთან დაკავშირებით ქართულ და კიდევაც რა თქმა უნდა ამას ლაპარაკი მე რასაც ვხედავ მე არა ვარ ეკონომისტი და შეიძლება შემეშალოს მე არც საკადრო პოლიტიკას არ უწონებ ხელისუფლებას ბევრი რამეა დამოკიდებული საკადრო პოლიტიკაზე განსაკუთრებით ეკონომიკურ ბლოკში მიუხედავად იმისა რომ თქვათ თვლი რომ ეკონომიკის სამინისტროში არიან ადამიანები ხელმძღვანელები მათ შორის რომელსაც ნამდვილად შეუულიათ საქმის გაკეთება და რაც მთავარია არ უწონებ სტრატეგიის დეფიციტს მე ამ სტრატეგიას ვერ ვხედავ ეკონომიკური გავითარება ბაზას ვერ ვხედავ ბაზის შექმნის შეიძლება არის ეს ბაზა მაგრამ მე ამას ვერ ვხედავ შეიძლება მე ვცდები იმიტომ რომ ეკონომისტი არა მაგრამ მინდა დავინახო ეს ბაზა თან იყო ბევრი ისეთი დაპირება მათ შორის მეც ვპირდებოდი საზოგადოებას და მოსახლეობას რომელიც ჰქონდა ქართულ ოცნებას და სამწუხაროდ მე ვერ ვხედავ ეკონომიკურ ბლოკს გულისხმობ აი ამ დაპირებების რეალიზაციის პროცესის აქტუალიზაციას ის რაც მოხდა სოფლის მეურნეობაში ეს არის ერთჯერადი და თქვა კარგი შეიძლება იყოს მაგრამ გაგრძელება ხო უნდა კონდეს ამას ყველაფერს აი ბევრი შენიშვნები მაქვს მეც მაგრამ ეხლა როდესაც ესე ერთ-იგივე სიმეორებს სულ ყველანი ერთად და თან ვიცი რა ხდებოდა იმ დღეს ეს ყველაფერი გადავიდა მთელი ჩვენი საზოგადოების ზურგზე ნუ ეხლა რა თქმა ამაზე ლაპარაკი და კაც მე ხო მახსოვს ვინ იყო კეზერაშვილი არა ბურთების თამაშობდა მაშინ იჯდა რა ქვია იმას საკრებულოში არაფერს არ აკეთებდა მიშა იძახდა რომ ეს საჭირო კაცი როცა ვარნო და სხვები ეუნებოდა რა გვინდა ეს რატო აგდიაქო და მე როცა ვახტა მილიარდერი მილიარდია დღეს ამ ადამიანს კაცო ეხლა არ მითხრათ კეზერაში თუ ბიზნეს აკეთებდა ესე იგი 3 წელიწადში მოახერხა მილიარდის შოვნა ასეთი გენიოსია გასაგებია ბატონ